და თქვა, რომ ქვეყნის განვითარებისა და მოსახლეობის ცხოვრების დონის არაერთი საზომი არსებობს, მაგრამ უმთავრესი საზომი, როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს, მაინც მისი ეკონომიკა. ქართული ოცნების ლიდერი სტატისტიკურ მონაცემებს უსვამს ხაზს და დასცენს, რომ ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარების მთავარი ფაქტორი არა რომელიმე გაერთიანების წევრობა, არამედ ხელისუფლების დამსახურებაა. რა შეფასებები მოჰყვა ირაკლი კობახიძის ამ განცხადებას მარიამ ურუშაძემ გვეტყვის ახლა პირდაპირ ეთერში. მარიამ, გისმენთ. ექსპერტების შეფასებით საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მონაცემები პოზიტიურ პერსპექტიულ სურათს ქმნის, ამბობენ, რომ ლარი გამყარებულია, ინფლაცია პროგნოზირებადი და ცხოვრების დონე საქართველოში გაუმჯობესებული. ამბობენ, რომ თუ საქართველო ამ ფორმით ცვლას გააგრძელებს, მართლაც არის რეალური ის, რომ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადება რეალობად იქცეს და საქართველო მართლაც მიაღწიოს აღნიშნულ შედეგებს. ირაკლი კობახიძე საკუთარ განცხადებაში ამბობს, რომ 2030 წლის პერიოდში აქვს საქართველოს რესურსი იმისათვის, რომ რეალურად დამარცხდეს სიღარიბე და საქართველო მაღალ შემოსავლიან ქვეყანად იქცეს. ექსპერტების დიდი ნაწილი ამ მოსაზრებას იზიარებს, მართალ გუნდში კი საუბრობენ იმ მიღწევებზე, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში საქართველოში განვითარდა. ამ პროგრესთან დაკავშირებით ვრცლად საუბრობენ, აღნიშნავენ, რომ პანდემიის პირობებში ეკონომიკური წინსვლის პანდემიის დამარცხების შემდეგ საქართველოს ეკონომიკა დროულად აღდგა ტურიზმი, მათ შორის საქართველოს შეძლო სამშვიდობო პოლიტიკის შენარჩუნება და გაიზარდა ინვესტიციები. მართველი გუნდის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღწეული პროგრესი თვალსაჩინო და ხელშესაღებია. დღეს მაკროეკონომიკური სიტუაცია საქართველოს სტაბილურია, ლარი სტაბილურია, ინფლაცია პროგნოზირებადია და ის მიზნობრივ მაჩვენებელზე ნაკლები არის, ასე რომ ყველა წინაპირობა არის, თუ მსოფლიოში გლობალურად სიტუაცია არ გავარეს და საქართველოს ეკონომიკა კიდევ უფრო განვითარდეს. პირველ რიგში ნამდვილად, რაც შეეხება მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპს ბოლო პერიოდში, საქართველოს ნამდვილად ჰქონდა ძალიან სწრაფი აღდგენა კოვიდის შემდეგ და შენარჩუნებულია ეს ზრდის ტემპი. შესაბამისად, ნამდვილად არის ქვეყნები, რომლებსაც გადაუსწარით, ან უფრო სწრაფად მივუახლოვდით, ვიდრე ვთქვათ ეს წარმოგვედგინა თუნდაც 3-4 წლის წინ. მეორე ნაწილი არის რამდენად უკავშირდება კონკრეტულ რეფორმებს და ამ ნაწილში ბოლომდე ვერ გავიზიარებ იმ პათოს, რაც ბატონ ირაკლის ჰქონდა გამოქვეყნებული, იმიტომ რომ დიდი ნაწილი იმ ზრდის, რომელიც ჩვენმა ეკონომიკამ ბოლო წლებში დააგენერირა, დაკავშირებულია გარე შოკებთან და არა შიდა რეფორმების განხორციელებასთან. საქართველოს მიმდინარე კონკრეტულ მაჩვენებლებში შეიძლება ჰქონდეს ევროკავშირზე უკეთესი შედეგებიც, მაგალითად ეკონომიკური ზრდა ერთ-ერთი ნათელი მაგალითი ამისა. პრინციპში ყველა ევროკავშირის წევრ ქვეყანას ჯობნით ბოლო წლებში ეკონომიკური ზრდით, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს რამდენიმე წლიანი საქართველოს კარგი პოზიციონირება არ არის საკმარისი, ჯერჯერობით ვერ გამოდგა საკმარისი იმისთვის, რომ დავწეოდით ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, იმიტომ რომ მათი სასტარტო პოზიცია სულ სხვაგან იყო ვიდრე ჩვენი. ირაკლი კობახიძის სტატუსში მოყვანილი არის კონკრეტული ციფრები, რომელიც მსოფლიო სავალუტო ფონდის შესაბამისი მონაცემების ანალიტიკა არის, რომელიც მიანიშნებს იმაზე და მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში სწრაფად მიმდინარეობს ეკონომიკური წინსვლა და პროგრესი. და ამ პროცესის სწორად მშვიდობიან ვითარებაში გაგრძელება ჩვენ რამდენიმე წელიწადში მიგვიყვანს იმ კონკრეტულ ნიშნულამდე, რომლითაც სიღარიბე საქართველოში საერთოდ აღარ უნდა იყოს. პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს საკუთარ სოციალურ ქსელში Facebook-ზე ვრცელი პოსტი დაწერა, სადაც საუბრობს, რომ მსოფლიო ბანკზე დაყრდნობით, ამ მონაცემებზე დაყრდნობით აქვს საქართველოს რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ 2030 წლის პერიოდში საქართველოში სიღარიბე სრულად დამარცხდეს. მადლობა მარიამ ურუშაძეს უსმენდით პირდაპირ ეთერში.